გასათიანის და ნუცუბიძის ქუჩის კუთხეში არის კიდევ ერთი ინდური რესტორანი, რომლის სახელწოდება გემრიელი და ცხარე ინდური სამზარეულო, ესე გადავთარგმნე ინგლისურიდან, ინდური სამზარეულო, მოკლედ. თუმცა აქ ქართველებიც შემოდიან, ბევრს უყვარს ესეთი აღმოსავლური სამზარეულო. ხო არ დადიხართ ხოლმე ინდურ რესტორნებში, არ გიყვართ? თვითონ დადიან ხოლმე. ჩვენთვის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, ინდოელი ხარ შენ, ჩინელი, ინგლისელი თუ ქართველი, სამზარეულოში უნდა გქონდეს სისუფთავე. ოთხი მაგი და სულ რაღაცა ძველი სკამებია, რომელიც მე არ მომწონს და ჭუჭყიანი გამათფობელი. აი როგორ გითხრათ, მანდამაიც არ მომწონს, მაგრამ ძალიან ცუდიც არ არის. თუმცა ჩვენ ხედავთ აქ ონკანს, აი რაღაცა ძალიან უცნაური და ძალიან ჭუჭყიანი ნიჟარა, თმა. ვაი, როგორ არ მიყვარს ეგეთი რაღაცები. ცივი წყალი მოდის, მაგრამ მე უკვე არ მსიამოვნებს და ვერ შევეხები აქ ვერაფერს და აი აქედან მე ვხედავ უკვე სამზარეულოს. აქ სამწუხაროდ იგივე მდგომარეობაა, რაც იქეთ იყო, აი მინდა დაათვალიეროთ. აქ აი იატაკზე როგორ ყრია ჭურჭელი, რა მდგომარეობაშია ტილოები, როგორ არის აი ჭურჭელი დაურეცხავი, ეს ვითომ და სუფთა ჭურჭელი, მაგრამ სუფთას ვერ დავარქმევ ნამდვილად. აქ საღაციდან აი წვეთავს წყალი, მე მგონი საკანალიზაციო მილი არის დაზიანებული და ჩვეულებრივად გამოდის წყალი და ჭურჭელი არის ზუსტად აი საკანალიზაციო მილიდან გამოსულ წყალში მოთავსებული. ქართული არავინ არ იცის, ხო? ქართული არავინ არ იცის, ალბათ ქართული კანონმდებლობაც არ იციან, იმიტომ რომ გამწოვი მინდა ვნახო და შეანათოს. კი, გაზისუნია აშკარად, მაგრამ გაზისუნთან გარდა აი ნახეთ, გამწოვიც არ არის სათანადოდ ასაფთავებული, მტვერი ნამდვილად არის. აი აქ მინდა უბრალოდ ნახოთ აი თვითონ ჭურჭლის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში მზადდება საკვები, აი ეს არის ჭურჭელი, ნახეთ, ზეთი არის ძალიან დიდი ხნის გამოუცვლელი. ზეთს იმდენად დიდი ხანია რომ არ არის გამოცვლილი, მანქანის ზეთის ფერი აქვს მიღებული. არაკნები ყავთ, მღრნელები ყავთ. ჩვენ ვართ სახალხო კონტროლი დირექტორის შვილი. დიახ, წამალი იხმარეთ არაკნების და ვირთხების? დიახ, ვიხმარეთ და დეზინფექციასაც გავუკეთე. აქ ვითარი მარჩენ, ვინც კომპანია მოვიდა და გააკეთა დეზინფექცია. მაგრამ ფაქტია, ეხლა კედელზე არის უყურებთ არაკანს, ჩვეულებრივად ზის, მამა თქვენიც უყურებს და აი მაცივრის გვერდით მღრნელების დატოვებულ კვალს ვხედავ. მაინც არიან და რა გავაკეთო მითხარი? რა გააკეთოთ და სანამდე არ მოერევით, უნდა შეწყვიტოთ მუშაობა, ეხლა არ შეიძლება ასე კანონმდებლობით. თქვენ დააშავებთ ეხლა კანონს, საქართველოს კანონმდებლობას არ ღვევთ. აი თაგვის და ვირთხის სორცლები ჩვეულებრივად, აი ძალიან ბევრი რაოდენობით არის ძალიან. სისუფთავე ამ ობიექტს აშკარად აკლია, იმიტომ რომ ნახეთ როგორი ჭუჭყიანი, დამტვერილი სანათებია და ასევე თაროებს, რომელსაც მე ვხედავ და ლუდის კათხებს აკლია კარგი ღრუბელი და წყალი. შესაბამისად მე ვერ ვიტყვი რომ ეს სუფთა ობიექტია, კუთხეები არის ჭუჭყიანი, აქ ჩამტრეული სარკის მინა, ჭერი ასევე არის ჭუჭყიანი, დაზიანებული. მე არ მომწონს ეს ობიექტი, თუმცა მე მესმის ახლა მადონას განრისხებული ხმა, აშკარად არის განხორციელებული ზარის სურსათის ეროვნულ სააგენტოში, იმიტომ რომ ეს ობიექტი უნდა შემოწმდეს აუცილებლად.
მაცივრებში არის სრულიად ანტისანიტარია, მაცივრებიც არ ლაგდება, ეტიკეტირებაზე და ვადებზე ზედმეტია საუბარი, როდესაც აი ესეთი სიმინძურია, აქ ვადებს არავინ აბსოლუტურად არ აკონტროლებს, საკვების ნარჩენები და ნედლეული არის ერთად მოთავსებული, სხვათა შორის მზა პროდუქტიც არ არის თავდახურული, რაც ყოველდღე დაუშვებელია და ტარაკნების εν რაოდენობა. აი იქაც ხო ტარაკნებია, აი აქაც ჩვეულებრივად აი ტარაკნები დახოხავენ. ნახეთ რამდენია. ბანა გარემონტად კი არა, აი შეხედეთ, ეხლა აი აგერ უყურებთ და ჩვეულებრივად ყველა აბსოლუტურად ხვრელიდან მოძურება ტარაკნები. იმდენი რაოდენობით არის, რომელ გასუფთავებაზე. ყველგან ტარაკანი, აი სადაც არ გავიხედე, ყველა კედელზე ტარაკანია, რას ველაპარაკები. კვერცხი როგორც არის, აი სითბოში განთავსებული და კვერცხის მოხმარების ვადა არის 20 დღე, თუ კვერცხი არის განთავსებული გარკვეულ ტემპერატურაზე, ან 1 თვე, თუ კი არის 10 გრადუსამდე. აი მინდა გაჩვენოთ, როგორი სიბინძურია და როგორი ობის სოკო არის. აი ეს არის ვირთხების და თაგვების ნარჩენები. აი ეს არის სულ კანალიზაციის ნაჟონი წყალი და ეს არის დაფები, რომელზეც იჭრება ხორცი. და ნახეთ მაცივრის მდგომარეობა. აი ნახეთ მაცივრის მდგომარეობა. მე აქ ხელთათმანითაც ვერ ვემუშავებ ვერანაირად. აი ამას ვერაფერს ვერ შევეხები და ძალიან ცუდია. აი კიდე ვწუხვარ, იმიტომ რომ მე არ შემიძლია კამერას არ შეუძლია სუნის გადმოცემა. აქ არის ძალიან მძიმე სუნის. განასუნელების, არა, გაფუჭებული პროდუქტის. აი ეს არის საკვები, უკვე გამზადებული საკვები, გააცხელებენ და მოხარებელს მიართმევენ. ეს არის ტილოები, რომელსაც გამოიყენებენ. აი ესეთი ტილოები. აი ესეთი ტილოები, ნახეთ. აი ესეთი ტილოები. ეს არის ტილოები, რომლითაც მაგიდები ვითომ დასუფთავდება. ძალიან არ მინდა აქ შესვლა, მაგრამ თქვენი გულისთვის შევალ ნამდვილად და გაჩვენებ. აი ნახეთ რა მდგომარეობაა. დიდხანს აქ ვერ გავჩერდები, ძალიან მიჭირს, სუნი არის აუტანელი, ეს სამზარეულოში არ დაგავიწყდეთ, აი პირდაპირ სამზარეულოშია ეს საბერფარეშო. აქვე მინდა კიდევ ერთი რამ ნახოთ, ეს არის აი ცოცხები და ეს არის ნახეთ აქანდაზე და აქანდაზე რა ტარაკნებია ნახეთ. აქანდაზე ნახეთ რა ტარაკნებია. აი ამით რო გამოიხვეტება ობიექტი იქ რაზეა უკვე საუბარი. ანუ სადაც არ მივადექით ყველგან აბსოლუტურად ტარაკანი. ტარაკნები დარბაშიც არის და მე მგონი ტარაკნები აშკარად ჩვენს დავუძდევენ. იმდენად მოთვინიერებულები არიან ადამიანები საერთოდ არ ეშინიათ და ძალიან კომფორტულად გრძნობენ ადამიანებთან თავს. მე მახსოვს საბუთებიო იმ მომსახურე კომპანიების, რომლებიც მოდიან დეზინფექციას აკეთებენ, მაგრამ ფაქტია რომ შედეგი არ არის. არ ვიცი, ან კომპანია უნდა გამოცვალოთ, ან ეს უბრალოდ რაღაცა ფარატინა ქაღალდია, რომელიც არაფერს არ ნიშნავს. დარბაშიც კი გამოძვრა ტარაკანა, მოგვესალმა და ნამდვილად სავალალო მდგომარეობა. აქ არის ჯოჯოხეთი, აქ არის ყველანაირი მწერი და ყველანაირი მღრნელის კვალი აღმოვაჩინეთ და ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ სასწრაფოდ გადავცეთ ეს ობიექტი სურსათის უმნებლობას და ისინი რა თქმა უნდა შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ და ამ ობიექტს ემუქრება დახურვა. როგორ მოაგენი ამ ინდურ სამზარეულოს? ძალიან მარტივად ლიზა, როგორც არ უნდა იყოს პარადოქსია, მაგრამ აი ეს შენობა, რომელსაც უყურებთ, ეს არის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. აქ ვებძვით დაავადებას და აქ დაავადებებს ვავრცელებთ.